ჩვენ როგორც ევროკავშირის ქვეყნების კეთილდღეობაზე, ასევე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებზეც მუშაობთ. საქართველოში ახლა რაც ხდება, ეს არის სრული რეპრესია და ხელისუფლება არის არალეგიტიმური. ზიას ირგვლივ რაც ხდება, ნამდვილად აუტანელია. მისი ციხეში ყოფნა დემოკრატიის და თავისუფლების დასამარების სიმბოლოა. ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს ქართულ ხალხს. დამოუკიდებელ და თავისუფალ ჟურნალისტებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს. საქართველოს ხელისუფლება და ბიძინა რუსეთის მარიონეტები არიან. ქართულ ხალხს კი არა რუსეთი, არამედ ევროპა სურს. ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ მზია იყოს მხნედ და ძლიერად. სოლიდარობას უცხადებთ ყველა დაკავებულს. ეს უკვე დიდი ხანია აღარ არის სასაცილო. ნამდვილად ვერ გეტყვით თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მზიასთვის. თუმცა სულ მალე ქართველ მაღალჩინოსნებს უფრო მკაცრ მესიჯებს გავუგზავნით. საქართველო ნამდვილად არ მიდის სწორი მიმართულებით. მე მისაუბრია ქართველ ხალხთან, რომლებიც არ არიან პოლიტიკოსები, თუმცა ხშირად იღებენ დემონსტრაციებში მონაწილეობას და მინდა ვთქვა, რომ რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს არის ბელარუსული და საბჭოთა მმართველობის სტილი.